მოგესალმებით საქართველოში 11 საათია და გაცემა დღის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მე ვარ ლელა ბაღდავაძე. უთოს თავმჯდომარიდან აკაცუკობამდე რა გზა გაიარა ელინა ვალტონენის სტატუსებმა თბილისში ჩამოსვლიდან თბილისის დატოვებამდე. უთოს მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტთან დაკავშირებული პერიპეტიები კვლავ შეფასების საგანია, ამიტომ ეს საკითხი ჩვენი საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. ამჯერად ნინო კალანდაძეა ჩვენი პირველი სტუმარი, თუმცა ვიდრე სტუმარი შემოგვერდება, გადავხედოთ ბოლო სიახლეებს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავა. საქმე ეხება მოხელის მიერ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ ქმედების განსახორციელებად, კერძოდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოშობის შესახებ ყალბი ცნობის გაცემის სანაცვლოდ ქრთამის აღების ფაქტს. დღეს პარლამენტი კონკრეტული პარტიებისა და პირებისთვის პარტიული საქმიანობის აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის დამტკიცებაზე იმსჯელებს. საკითხზე დეპუტატები დაჩქარებული წესით მუშაობენ. საუბარია ცვლილებებზე, რომელიც ჯამში 4 კანონში შედის და ის კონკრეტულ პირებს პარტიულ საქმიანობას, პოლიტიკური თანამდებობის დაკავებასა და პასიურ საარჩევნო უფლებას უკრძალავს. ქვემო ქართლში წითელი ნუსხით დაცული ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ უფრეთის მიმდებარედ მოქალაქე მაღალი გამოვლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით კაკლის სახეობის 8 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის მურის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა. სამართალდამკვრავის შედეგად გარემოსთვის მიღებული ზიანი 11,000 ლარს აჯარებებს. მაშასე ეს არის დღის ნიუსრუმი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, ჭავჭავაძის ცენტრის თანადამხმარებელი ნინო კალანდაძე ჩვენთან ერთად. გამარჯობა ქავტონინო და მადლობა რომ გვესწრებთ. კავტონინო, ერთგვარად სკანდალის ელფერი შეიძინა საქართველოში უთოს მოქმედი თავმჯდომარის ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტმა, რომელიც 2 დღის წინ შედგა, ამიტომ მოდით დავიწყოთ ამ თემით. აი სოციალურ ქსელში წერდნენ გუშინ და რეალურად მართლაც ასეა. ქართული ოცნების წარმომადგენლები ელიტა ვალტონენს უთოს მოქმედ თავმჯდომარედ მოიხსენიებდნენ, მაშინ როდესაც მან საქართველოში ვიზიტი დაიწყო და მაკაბოჭორიშვილს შეხვდა, მხოლოდ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრამდე დაიყვანეს მისი სტატუსი, როდესაც ის რუსთაველის გამზირზე მივიდა და აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა, ხოლო საბოლოოდ საქართველოს დატოვა ისე, რომ სულ ასე ვთქვათ დიპსტეითის აგენტი და აკაცუკი ეძახეს. აი რა ჩანს ამ კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსის შესახებ ერთ დღეში ამდენჯერ შეცვლილ წარმოდგენაში? მართლაც ვიზიტი დაიწყო როგორც უთოს თავმჯდომარემ და დაასრულა როგორც აკაცუკმა. ეს რამდენად ნიშნავს მათ შორის იმას, რომ ქართული ოცნება ამ ვიზიტისგან ელოდა სხვას და მიიღო აბსოლუტურად სხვა შედეგები. დილამშვიდობის რა მივესალმები თქვენს მაყურებელს. ამ შეფასებებიდან არაფერი მოვისმინეთ განსაკუთრებული, რაც აქამდე არ მოგვისმენია და არაფერი თქმულა, რაც იმაზე მეტ საკადრებინებდა ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს, ვიდრე აქამდე არ უკადრებიათ. მაგრამ ნამდვილად ჩანს, რომ მოლოდინები განსხვავებული ჰქონდათ. ნამდვილად ჩანს, რომ ლეგიტიმაციის სასოწარკვეთილ ძიებაში ისინი ყველა შესაძლო ვიზიტს ეჭიდებიან იმ იმედით, რომ საკუთარ არალეგიტიმურ რეჟიმს რაღაც ტიპის საერთაშორისო ლეგიტიმაციას შესძენენ, მათ შორის იმის საპირისპიროდ, რასაც ამბობენ, რომ თითქოს არ ადარდებთ ლეგიტიმაცია, ამიტომ იყო, რომ მაღალი მოლოდინებით შეხვდნენ და დახვდნენ სტუმარს, მაგრამ მიხვდნენ რა, რომ ის ადამიანი აქ არ იყო მათი ლეგიტიმაციისთვის ჩამოსული, არამედ მისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიას დაუჭიროს მხარი, მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდა ნებისმიერი თავისი ქვეყნის წარმომადგენელი და იმ სტატუსის წარმომადგენელი, რომელიც საერთაშორისო გაერთიანებას წარმოადგენს და მივიდა პროტესტანტებთან და დააფიქსირა თავისი სოლიდარობა დემოკრატიული და მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ცდილობენ, რომ საქართველოში დემოკრატია დაიცვან ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ. ცხადია, რომ ეს არ მოეწონებოდა კოლექტიურ პაპუაშვილს და ცხადია, რომ ეს გამორიცხავდა იმ თავითვე იმ მოლოდინს, რომ მათი ლეგიტიმაცია რაიმე ფორმით უკეთეს მდგომარეობაში ჩავარდებოდა. თუმცა ყველაზე მეტად მაინც იმ ფაქტმა გააბრაზა და გააღიზიანა ქართული ოცნება, რომ უთოს მოქმედი თავმჯდომარე რუსთაველის გამზირზე მივიდა და საბოლოოდ ვერ შედგა სწორედ ამ მიზეზის გამო უთოს თავმჯდომარის შეხვედრა ირაკლი კობახიძესთან. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც ირაკლი კობახიძემ გააუქმა უთოს თავმჯდომარესთან შეხვედრა, თუმცა თავის მხრივ ხედავთ, რაც წერს ფინური მედია, ამტკიცებს, რომ ელინა ვალტონენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა საკუთარი გრაფიკის ცვლილების გამო თავად გააუქმა, რის შესახებაც
წინასწარ აცნობა საქართველოს მთავრობას. ამ ინფორმაციას წუხელ თვითონ ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ერთ-ერთ მედია საშუალებასთან ინტერვიუში და უარყო თქვა, რომ კატასტროფაა, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყანა და მისი მინისტრი კადრულობს ტყუილს და ცრუპენტელობას აქვს ადგილი. აი ამ თემას როგორ უყურებთ? ვინ გგონიათ ცრუპენტელა, როცა საქმე ეხება შეხვედრის დაკენსელებას, გაუქმებას? ნუ ჩვენ ვაფასებთ იქიდან ვინ ვის ესაუბრება. ერთ მხარეს დგას ცივილიზებული წარმომადგენლობა, რომელიც სხვათა შორის გრაფიკს და ვიზიტებს წინასწარ ათანხმებს, ანუ ეს ივანიშვილის რეჟიმი რო იყოს ფორმალურად ლეგიტიმური წარმომადგენლობა, რომელსაც ყავს თავმოყარე პროტოკოლი, რომელსაც აქვს რაღაც კონკრეტული ფუნქციები, მაშინ ასეთი შემთხვევები საერთოდ გამოირიცხებოდა, ხო? ან მართლაც შესაძლოა, რომ ვიღაც სადღაც გზიდან ვერ მოდის და ვერ ასწრებს შეხვედრაზე, რაც შეუძლებელია, რომ პრემიერ-მინისტრთან ეს მოხდეს. ან წინასწარ არის გაწერილი ყველა ვიზიტი, ვის შეხვდება, როდის შეხვდება, შეხვდება ოპოზიციას თუ არ შეხვდება და შეხვდება თუ არა მშვიდობიან დემონსტრანტებს. ამიტომ მე არ ვიცი ეს ან სურპრიზი რატო იყო მათთვის, ან რატო ქონდათ მოლოდინი, რომ აქ ვინმე ჩამოვიდოდა კობახიძის ლეგიტიმაციის გასამართლებლად და გასამყარებლად. ეს იმთავითვე მაფიქრებინებს, რომ მათი შეფასებებიც ბოლომდე ადეკვატური არ არის. ან ისინი რაღაც გზას ადგენან ხისტად, იმიტომ რომ სხვანაირად თვითგადარჩენის გზას ვეღარ ხედავენ, მაგრამ ადეკვატურად ვერ აფასებენ გარესამყაროს და გარესამყაროს დამოკიდებულებას ივანიშვილის მოვლენის მიმართ, რომელიც სანქციების მოლოდინშია, რომელიც ტოტალურ საერთაშორისო იზოლაციაშია. ამიტომ საერთოდ არ მესმის, რატო ეგონათ, რომ ეუთოს თავმჯდომარე ჩამოვიდოდა და რაღაც კობახიძესთან ღიმილიანი ფოტოებით დაკავდებოდა. ხო, სხვა შორის მხოლოდ სრუპენტელობაში არ ადანაშაულებს ეუთოს თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძე, მას Deep State-ის აგენტს ასევე კიდევ ერთხელ აკაცუკს უწოდებს და მწვავედ აკრიტიკებს აი განსაკუთრებით სწორედ რუსთაველის გამზირზე გასulis და აქციის მონაწილეებთან შეხვედრის გამო. აი ამ რუსთაველის გამზირზე გასulis ნაწილზე აუცილებლად კითხავთ, თუმცა ოდნავ მოგვიანებით იქამდე ზოგადად მინდა შევაფასოთ აი რა სახე მიიღო ერთ დღეში ქართული ოცნების ურთიერთობამ ეუთოსთან და რამდენად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი კიდევ ერთ ასე ვთქვათ ევროპულ ორგანიზაციასთან შედის ქართული ოცნება, გადადის ასე ვთქვათ ღია კონფრონტაციის რეჟიმზე და შესაბამისად რა მდგომარეობამდე მიიყვანს ეს თავად ქვეყანას. აქ ყველაზე ნიშანდობლივი ალბათ ის არის, რომ ეუთო არის საბოლოო ჯამში ბოლო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის იმედათაც ჯერ კიდევ ივანიშვილის რეჟიმი იყო. რიგი მიზეზების გამო, იმიტომ რომ ეუთო პირდაპირ პოლიტიკური ორგანიზაცია არ არის, არამედ ის აფასებს კონკრეტულ ვთქვათ რაღაც სადამკვირვებლო მისიების გზებით, ცალკეული არჩევნების ხარვეზებს, ის პირდაპირ ხისტ პოლიტიკურ განცხადებებს ვთქვათ არაკეთებს, არამედ ეს არის უფრო დედაქალაქების პრეროგატივა, ის კი უფრო რაღაც ტექნიკური საკითხები შემოიფარგლება. ასევე ბევრჯერ ითქვა, რომ თითქოს რუსული გავლენა ეუთოში უფრო მეტია, რადგან იქ რაღაცნაირი უფრო მეტი წონის მქონე პოლიტიკოსებს აქვთ რაღაც კავშირები რუსეთთან, ამიტომ რიგი მიზეზების გამო ივანიშვილის ხალხი წარმოიდგენდა, რომ ეუთოს იმედად ჯერ კიდევ შეიძლება იყოს, ხო? მათ შორის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, სადაც ორმაგი შეფასება მიეცა მათ მიერ გაკეთებულ დასკვნას. ამიტომ სავარაუდოდ ეუთო იყო ერთადერთი ორგანიზაცია, სადაც მათ ჯერ კიდევ რაღაც ცივილიზებული კომუნიკაციის ფორმა შენარჩუნებული ჰქონდათ და ახლა ცხადია, რომ ეს ხიდიც ჩაიჭრა. უბრალოდ საბედნიეროდ დღეის მდგომარეობით საქართველო განცალკევებულია ჩვენ საერთაშორისო პარტნიორების თვალში და ივანიშვილის რეჟიმი ცალკე განიხილება. ივანიშვილის რეჟიმი არ განიხილება როგორც ქართველი ხალხის წარმომადგენელი, უფრო მეტიც ის განიხილება როგორც არასათანადო სუვერენული ერთეული საქართველოში, რომელიც იმართება კრემლიდან. ამიტომ ვთქვათ ამ ვითარებაში რამე კარგი თუ შეიძლება დავინახოთ ის, რომ კობახიძის რაღაც უგვანო საქციელი არ აისახება ქართველი ხალხის შეფასებას. რაც შეეხება იმას, უნდა მისულიყო თუ არა ეუთოს თავმჯდომარე რუსთაველის გამზირზე ციტატა კობახიძის განცხადებიდან 50 აკაცუკი იყო შეკრებილი აქციაზე და 51 აკაცუკად მივიდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, აქ უკვე ესე თქვა ну ამით ახლა კობახიძე უწოდებს ის ამით ახლა საკუთარ თავს აყენებს შეურაცხყოფას თავმჯდომარის მოიხსენიებს როგორც ფინეთის საგარეო წყების ხელმძღვანელს არ დაგვიტოვა შანსი რეაგირება არ მოგვეხდინაო ამბობს კობახიძე და გაბრაზებული არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრი არამედ
მთელი საპარლამენტო უმრავლესობა შეიძლება ითქვას, რა განცხადებები აღარ მოვისმინეთ გუშინ უთოს თავმჯდომარის მისამართით. კიდევ ერთი მაგალითი, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ საზოგადოებას, ქართულ სახელმწიფოს, ამიტომ ახლა წავიდეს და მხოლოდ რადიკალებს უსამშობლოებს ელაპარაკოს, შერცხვენილი ხართ და ჩვენ თქვენთან აღარ გსურს არანაირი ურთიერთობა. ერთ-ერთი ამონარიდი მაგალითად ეს არის იმ განცხადებებიდან, რომელიც გუშინ პარლამენტში მოვისმინეთ. რამდენად იყო საჭირო და აუცილებელი უთოს თავმჯდომარის მისვლა რუსთაველის გამზირზე და იყო თუ არა მოსალოდნელი, რომ ფინელის სტუმრის მომიტინგეებთან გამოჩენას მოყვებოდა აი ის მწვავე რეაქცია, რასაც ქართულ ოცნებაში ვხედავთ. ჩემი აზრით ორივე მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ დემოკრატიულ მოძრაობას მთელი მსოფლიო გულშემატკივრობს, ამიტომ შეუძლებელი იქნებოდა, რომ ეუთოს ოფიციალური წარმომადგენელი აქ ჩამოსულიყო და შეხვედროდა მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს. ამის დაშვებაც კი მიჭირს, იმიტომ რომ ეს ერთი დიდ დარტყმას მიაყენებდა ქვეყნის აი ამ დემოკრატიულ მოძრაობას და მეორეც ერთი მიაყენებდა საერთაშორისო თანამეგობრობის იმიჯს დარტყმას, იმიტომ რომ აქ მთელი საუბარი ბოლო წლების განმავლობაში, რაზეც მიდის, არის საქართველოში დამყარდება ავტორიტარული რეჟიმი და გადაბარდება ლეგიტიმაცია არალეგიტიმურ ავტორიტარიზმს. თუ დემოკრატიულ მოძრაობას ექნება საერთაშორისო მხარდაჭერა და დღეის მდგომარეობით ეს მხარდაჭერა არის ძალიან ძლიერი და მთელი მსოფლიო არ ვიცი კვერს გვიკრავს თუ გვაქებს იმის გამო რომ ქართველი ხალხი აი ამ უზარმაზარი რეპრესიული მანქანის წინააღმდეგ ყოველ საღამოს მიდის და მაინც ჯიუტად დგება რუსთაველზე და ეს ხალხი დემოკრატების თვალში იმსახურებს პატივისცემას. ასე ფუნქციონირებს დემოკრატია, როდესაც ადამიანები იჩენენ გამბედაობას და უშიშრობას და უწევენ ძალიან ძლიერ რეპრესიულ მანქანას წინააღმდეგობას შიშველი ხელებით. ეს იმსახურებს პატივისცემას და ცხადია, რომ ძალიან მისასალმებელია, რომ ის ქალბატონი იქ მივიდა. ბატონინო, ეუთოს თავმჯდომარის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებული საკითხი, რომ შევაჯამოთ გუშინ საღამოს, თვითონ ეუთომ გაავრცელა პრეს-რელიზი, სადაც ელინა ვალტონენის საქართველოში ვიზიტს მიმოიხილავს. ორგანიზაცია ამბობს, რომ ეუთოს თავმჯდომარემ თანამესაუბრეებს, რომელთა შორისაც იყო მაკა ბოჭორიშვილი, ეუთოს წევრი ქვეყნებისა და ეუთოს ინსტიტუტების შეშფოთების შესახებ შეატყობინა საქართველოს დემოკრატიულ მმართველობაზე და შემზღუდველ კანონმდებლობაზე, რომელიც ხელს უშლის სივრცეს სამოქალაქო საზოგადოების მედიის თანამშრომლებისა და ჟურნალისტებისთვის. აი რა გაგრძელება შეიძლება მოყვეს ეუთოს მწვავე შეფასებებს ქართული ოცნების პოლიტიკასთან მიმართებაში. აი ჩაიტანს კი ბატონო ელინა ვალტონენი ეუთოში საქართველოს შესახებ არასახარბიელო ცნობებს და ინფორმაციებს. აი რა ხდება ამის შემდეგ? ხო, ამ განცხადებით იმთავითვე ჩანს რა მოტივით იყო მოვლენილი ეს ქალბატონი აქ, ხო? ის არ იყო აქ ჩამოსული იმისთვის, რომ რაღაც კეთილმეგობრული ურთიერთობებისთვის ხაზი გაესვა, ეს ჩამოვიდა აქ ძალიან კონკრეტული გზავნილებით ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რომ შეწყვიტეთ რეპრესიები, შეწყვიტეთ ავტორიტარული მმართველობა, შეწყვიტეთ თავისუფალი ადამიანების შევიწროვება რეპრესიული მანქანების გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენც მოგვიწევს რეაგირება და ამიტომ ამბობ ხაზგასმით, რომ სწორედ უბრუნდები იმ საკითხს, რომ ეუთო ჯერ კიდევ იყო ის ორგანიზაცია, რომელიც ბოლომდე რაღაცნაირად ხიდებს არ წვავდა. ამ განცხადებიდან ჩანს, რომ აღარ არსებობს რესურსი იმისა, თუ როგორ შეუძლია ივანიშვილის რეჟიმს რამე ფორმის ლეგიტიმაცია მოიპოვოს და დარჩეს წინააღმდეგეს საერთაშორისო იზოლაციას. კი, რასაკვირველია, სამართლიანია კითხვა, რომ აი მე რა მოხდებოდა, ვთქვათ, რიგით მოქალაქეებს ამით რა შეღავათი ექნებათ. ხო, აქ განსაკუთრებით ოპტიმისტურები ვერ ვიქნებით. ეს სახელმწიფო მიტაცებულია ოლიგარქის მიერ, სახელმწიფო ინსტიტუტები არ ფუნქციონირებს დამოუკიდებლად, არამედ ექვემდებარება ერთ ვერტიკალს და ის ადამიანი მთლიანად 100% თავის რესურსით არის დაკავებული იმით, რომ თვითონ გადარჩეს, შეინარჩუნოს თავისი ძალაუფლება, თავისი ქონება და არ დაუდგეს პასუხისმგებლობა მოქალაქეების წინაშე და ქართული სახელმწიფოს წინაშე. ამიტომ რა თქმა უნდა, მხოლოდ განცხადებებით ეს გზა არ გაიკვალება და ამ განცხადებებს უნდა მოყვეს და იმედია მოყვება უფრო ქმედითი ნაბიჯები დედაქალაქების მხრიდან და ცალკეული ორგანიზაციების მხრიდან, ვისაც აქვს ის ბერკეტები, რომელიც ჯერ კიდევ ზეწოლის ბერკეტებად შეიძლება რომ განიხილოს. ისევ პარტნიორებთან ურთიერთობის კუთხით მინდა განვაგრძოთ საუბარი, ძალიან დაძაბული რჩება ქართული ოცნების ურთიერთობა მთელს რიგ ევროპულ სახელმწიფოებთან, პრინციპში ყველასთან, იშვიათი გამონაკლისის, რამდენიმე გამონაკლისის გარდა
გადაადა და მეტიც შეიძლება ითქვას, რომ უფრო და უფრო ღრმავდება კონფრონტაციული ფონი მთლიანად ბრიუსელსა და ევროკავშირთან და კიდევ უფრო მეტიც თქვენ იცით, რომ სწორედ ბრიუსელს, ასე ვთქვათ, ასახელებს ქართული ოცნება იმ მოვლენების უკან, რაც ვნახეთ თუნდაც რამდენიმე დღის წინ 4 ოქტომბერს განსაკუთრებით ათონელის საპრეზიდენტო სასახლესთან თბილისის ქუჩის ომების უკან ბრიუსელი დგასვა პირდაპირ და ღიად ამბობს ამას პარლამენტის თავმჯდომარე. მოდით ამაზეც ვისაუბროთ, მით უფრო რომ ჩვენ არ გქონია 4 ოქტომბრის მოვლენების შეფასების შესაძლებლობა. აი რა კავშირი შეიძლება გქონდეს უშუალოდ 4 ოქტომბრის მოვლენებთან ბრიუსელს და გარეთ ძალებს, როგორც ამას ამტკიცებს ქართული ოცნება. ხო, მე მგონი უკვე იმთავითო პროპაგანდისტული ხაფანგია, რომ ამ საუბარში რაღაც თავის მართლებით შეყვეს, ვინმე იმდენად აბსურდულია ეს ბრალდება. პროპაგანდისტული გზავნილები ძალიან მკაფიოდ და ბევრი ხნით ადრე შემუშავდა, სადაც საქართველოში გამოიგზავნა ისეთი კლიშეები, როგორიც არის deep state-ი, როგორიც არის რაღაც სუვერენიტეტს გვილახავენ, სხვათა შორის არანაირად ორიგინალური ტერმინოლოგია ეს არ არის, ეს გამოიყენება ყველა თანამედროვე დიქტატორის მიერ საკუთარ ქვეყანაში, ამიტომ კობახიძე აქ რამე ინოვაციურ ტერმინებს არ ამკვიდრებს და ამ ყველაფერს აქვს ძალიან კონკრეტული ერთი შემოქმედი, რომლითაც ესენი რა გზავნილების გამეორებითაც ისინი ამზადებენ ნიადაგს ძალიან ძლიერი რეპრესიებისთვის. ისინი ამზადებენ ნიადაგს იმისთვის, რომ საქართველოს მთლიანად ჩამოშორდეს დასავლეთს და ამ მიზანს ემსახურება, რომ დასავლეთის დადანაშაულება მიდის საქართველოში დემოკრატიული ძალების უფრო აქტიური მხარდაჭერის და მეორე მზადდება, აი რასაც საერთაშორისო სამართალში ვიცნობთ როგორც კაზუს ბელი, რომ აი ამაზე დაყრდნობით მათ კიდევ უფრო ძლიერი რეპრესიული მანქანა ამუშავა მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩემი კოლეგის ემატ უხიაშვილის სტუმარი, რომლის აზრითაც ქართული ოცნება ემზადება კონსტიტუციიდან 78 მუხლის გასაქრობად, რისთვისაც მას საკონსტიტუციო უმრავლესობა ჭირდება. ხიდაშელი ელოდება, რომ აი სწორედ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შემდეგ, ასე ვთქვათ, მოსუფთავებულ ველზე ქართული ოცნება დანიშნავს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და მასთან ერთად პლებისციტს ან რეფერენდუმს ჩაატარებს. აი თქვენც იმ აზრისკენ იხრებით, რომ მმართველი პარტია დღეს თუ ხვალ, ასე ვთქვათ, ამოაგდებს კონსტიტუციიდან იმ მთავარ ჩანაწერს, რომელიც ქვეყნის საგარეო ორიენტირად სწორედ დასავლურ ვექტორს აკანონებს? მე უფრო შორს მიმავალის რისკებსაც ვხედავ და საფრთხებს ვხედავ და ბევრად უფრო სახიფათო ნაბიჯების მეშინია ქართული ოცნების პირობებში, იმიტომ რომ ჩემი გმარწმენით ივანიშვილის საქართველოში მოვლენის რუსული მისია იყო სწორედ ის, რომ პირველი საქართველოს მთლიანად ჩამოაშოროს დასავლურ ორბიტას, ანუ დასავლეთმა საერთოდ ვერ შეძლოს რეგიონის ამ ნაწილში ფეხის შემოდგმა და ნებისმიერი ტიპის დემოკრატიის ხელშეწყობა. ეს ერთი და მეორე იმისთვის, რომ ქართულ სახელმწიფოში ზუსტად ის პოლიტიკა გაატაროს, რომელიც არის კრემლის დავალება და მე ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ 78 მუხლის ფორმალური ამოღება არის მათი მიზანი, რაც დღეს მდგომარეობით აბსოლუტური ფორმალობაა, ხო, ის არანაირ ფაქტობრივ საფუძველს აღარ ატარებს. ჩვენ დიდი ხანია ჩამოვშორდით ევროპულ გზას. ამაზე გაცილებით უარესი მგონია მე, რომ ისინი ემზადებიან საქართველოსთვის ნეიტრალური სტატუსის მინიჭებას და ასევე ემზადებიან დაოკუპირებული ტერიტორიებისთვის განსხვავებული სტატუსის მინიჭებას. ეს იქნება მათი ამოცანა, ეს არის რუსული დავალება. აქამდე ვნახეთ, რომ პირწმინდად და პირნათლად შეასრულა ყველა რუსული დავალება ივანიშვილმა, რომელიც მას დაევალა დღიდან საქართველოში მოვლენისა და ეს იქნება ძალიან ლოგიკური ხაზი და ამას მოწმობს ისიც, თუ რატომ გამალებით ჩქარობენ ისინი, რომ ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვონ. და როგორც ჩანს, გახარია ამის შესაძლებლობას მათ მიცემს და რისთვისაც ისინი ცდილობენ, რომ სრულიად ახლებური გეოპოლიტიკური ჩარჩო შემოუფარგლონ საქართველოს ამ ვითარებაში. ივანიშვილის კიდევ ერთხელ ამბობ, 78 მუხლის ამოღება
მაღალი ალბათობით საფრთხის ქვეშ არის, მაგრამ ეს არის ამ ეტაპზე მხოლოდ ფორმალობა, იმიტომ რომ de facto ჩვენ უკვე მოქმედებთ როგორც სრულად ოპოზიციური სპექტრის ასაკრძალად ემზადება ქართული ოცნება. ფიქრობთ რომ დატოვებს გახარიას პარტიას, იმიტომ რომ რაღაც ისეთი მინიშნება გააკეთეთ მასთან მიმართებაში, ჩემი აზრით სხვანაირად გაქვთ განცდა რომ ერთგვარი პოლიტიკური ვაჭრობა შედგება ქართულ ოცნებასა და გახარიას პარტიას შორის. ობიექტურად სხვანაირად აუხსნელია არალეგიტიმურ პარლამენტში, რომელიც ნაცნობია რომ არის არალეგიტიმური, იქ საერთოდ უკან შებრუნებაზე რატო უნდა იყოს რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის დღის წესრიგში ეს საკითხი. თუ არა, ძალიან ძლიერი და კონკრეტული მოლაპარაკება კულისებს მიღმა და კონკრეტულ საკითხებზე უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ რაღაც ვაჭრობის კონტექსტზე გაუგებარია აი ამ მოცემულობაში, როდესაც ცივილიზებული სამყაროს არც ერთი წარმომადგენელი ამ პარლამენტს ლეგიტიმურად არ ცნობს, ოპოზიციურად ცნობილმა პოლიტიკურმა სუბიექტმა რატომ უნდა გადაწყვიტა, რომ უკან უნდა დაბრუნდა პარლამენტში. სხვა რა ახსნა შეიძლება კონდეს გარდა იმისა, რომ ეს არის რაც ეხება აი ოპოზიციური პარტიების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას, რასაც ქართული ოცნება აპირებს და როგორც მართლ პარტიაში ამბობენ, უკვე მომზადებულია კიდეც საკონსტიტუციო სარჩელი, ისე როგორც აი დღეს უკვე მეორე და მესამე მოსმენით უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა შესაბამის კანონებში ცვლილებები. აი თვითონ ირაკლი ყობახიძე ამბობს და კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ ყობახიძის პოზიცია, რომ ზუსტი სია ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება, როცა სარჩელი ოფიციალურად შევა საკონსტიტუციო სასამართლოში, თუმცა შეიძლება საუბარი იყოს 10-მდე პარტიის აკრძალვაზე, მათ შორის მცირე პარტიების ჩათვლით ამბობს პრემიერ-მინისტრი. ხა 10-მდე პარტიის აკრძალვა ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად პოლიტიკურ ველზე მარტო ქართული ოცნება შეიძლება დარჩეს. შესაბამისად, აი მართველი პარტიის რა მიზნებს და გათვლას ხედავთ აი ნაბიჯებში, რასაც ახლა დგამს სახელმწიფო პარტია. რა იქნება მას შემდეგ თქვენი აზრით, როცა პოლიტიკური საქმიანობის უფლება შეიძლება დარჩეს მხოლოდ ქართულ ოცნებას? აქაც ცოტა უკან გადავახვევ და ვიტყვი, რომ ეს არის რუსული ისტორიული რევიზიონიზმის ნაწილი, რომელიც ივანიშვილმა მოსვლის დღიდანვე განაცხადა და მან თქვა, რომ მან უნდა გაანადგუროს მაშინ ის ერთადერთი ოპოზიციური პარტია, პროდასავლური პარტია, რომელიც ველზე იყო, ეს იყო მაშინ ნაციონალური მოძრაობა, რომელშიც ყველა ეს პატარა პარტია შედიოდა თავის დროზე. და ამას ჰქონდა ერთადერთი მიზანი. ნაციონალური მოძრაობა დღის მდგომარეობით არანაირი როგორც პოლიტიკური სუბიექტი თუ ცალკეული პარტია არანაირი რესურსის მატარებელი არ არის. არც ერთი თვალსაზრისით, არც პოლიტიკური, არც ფინანსური, არც მორალური არანაირი რესურსის მატარებელი არ არის. დღის მდგომარეობით გაკოტრებული პოლიტიკური ორგანიზაცია. მაგრამ იმის გამო, რომ ამ პოლიტიკურ სუბიექტთან ასოცირდება საქართველოს პროდასავლური კურსი, ასოცირდება ევროპული რეფორმები, ასოცირდება ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, ეს მთლიანად უნდა ამოვარდეს საქართველოს ისტორიიდან, როგორც რაღაც კარგი, რაც ოდესმე მომხდარა. ამიტომ არის, რომ სწორედ ეს ორგანიზაცია იყო პირველივე დღიდან ივანიშვილის ძალიან დეკლარირებული სამიზნე, ეს არ იყო შეფარული პოლიტიკა, ეს იყო ძალიან დეკლარირებული მიზანი. ეს პარტია უნდა განადგურდეს, ეს პარტია უნდა დაიშაროს, ყველა ვინც ამას გაემიჯნება და დაგმობს, შანსი აქვს, რომ ჩვენთან ურთიერთობა შემოვიდეს. ამავდროულად მე შევქმნი პოლიტიკურ ალტერნატივას, პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც იქნება კონსტრუქციული, რომელიც იქნება თემატური და რომელიც ითანამშრომლებს რეჟიმთან იმ ფორმით, რა ფორმითაც რეჟიმს ეს სჭირდება. ასეთი რამდენიმე ტალღის მსვლელობა იყო ივანიშვილის მხრიდან, იქ ცალკეული პრორუსული ორგანიზაციები, რომლებიც შეიქმნა და რომელიც მე ისევ შეიწოვა ივანიშვილმა პოლიტიკურ ველზე. ახალ მოთამაშეებსაც ვხედავთ, რომ ვიღაცებს გამოაგორებს ნელ-ნელა, რომელსაც მწვანეშუქი ექნებათ ივანიშვილის მხრიდან, მაგრამ ის პოლიტიკური ორგანიზაციები, რომელიც ოდესმე რამე ფორმით პოლიტიკურად ასოცირდებოდნენ საქართველოს პროევროპულ კურსთან, ისინი უნდა აიგრძალოს. ამიტომ აქ ძალიან გულუბრყვილო იქნებოდა ვიფიქროთ, რომ ხა ცალკეული პოლიტიკოსების მიმართ რაიმე უკმაყოფილების თუ ანტიპატიის გამოხდება, ეს არის ძალიან კონკრეტული მიზანმიმართული დავალება. ცალკე მნიშვნელობა ენიჭება თავად ფაქტს, რომ პოლიტიკური ორგანიზაციებს როცა კრძალავ, ეს ნიშნავს, რომ
ფორმალურადაც დიქტატურას ამყარებ. ანუ შენ ამბობ, რომ მე ვხდები დიქტატორი, რომელიც პოლიტიკურ პროცესს აღარ განიხილავს როგორც, მაგრამ ასევე ბოდიში დავასრულებ, ვინაიდან ეს ბევრჯერ დაგვიანონსეს, რომ საკონსტიტუციოს მიმართავენ, მაგრამ კიდე დროში იწელება. სწორედ რომ ეხლა ფორმირება მიდის იმ პოლიტიკური ოპოზიციის, რომელსაც ივანიშვილისგან ექნება მწვანიშვილი. აი ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობებზე ვისაუბრეთ, ხო, ინტერვიუს დასაწყისში, რა შეიძლება იყოს აი ამ ცდელობაზე დასავლური სამყაროს, ამერიკის, ევროპის პასუხი და უკვე უნდა ისმოდეს თუ არა, როგორც ამერიკიდან ისე ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან რაღაცა ხმამაღალი და კაცრი განცხადებები და მეტიც ვხედავდეთ თუ არა კონკრეტულ, უნდა ვხედავდეთ თუ არა კონკრეტულ ნაბიჯებს ქართულ ოცნებასთან მიმართებაში და თუ კი ამ ყველაფერს უნდა ვხედავდეთ და ამ ტიპის განცხადებები უნდა გვესმოდეს, მაშინ რატომ არ ისმის და რატომ არ ვხედავთ ესეც საინტერესო? მე მგონი საქმეც ის არის, რომ განცხადებებს ვისმენთ და შეფასებებსაც ვისმენთ და საკმაოდ მკაცრადაც ფასდება კონკრეტულად აი ეს საკანონმდებლო ცვლილებები და მათ შორის წულუკიანის ეგრეთ წოდებული რაღაც რეპრესიული კომისია, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს ამ პარტიების აკრძალვა. რაც ჩვენ დღეის მდგომარეობით გვაკლია არის ამ განცხადებების მიღმა ქმედითი ნაბიჯები, რომელიც შეძლებდა ამ შემთხვევაში აიძულოს ივანიშვილი, რომ ამ გზიდან უკან დაიხიოს. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ბერკეტების არსებობა, როგორ არ არსებობს ბერკეტები, მაგრამ მათი გამოყენება ძალიან კონკრეტულ წინაპირობებს საჭიროებს და სწორედ იმის გათვალისწინებით, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, პირველი ის, რომ საქართველოს ალბათ გლობალურ პოლიტიკაში ნომერ პირველი პრიორიტეტი არ არის, მეორე იმიტომ, რომ რეგიონში საქართველოს გვერდის ავლითაც ხერხდება დასავლეთთან ძალიან ეფექტური კომუნიკაცია ჩვენი იმ მეზობლების მხრიდან, რომლებსაც აქამდე ეს ამბიცია საერთოდ არ ჰქონდათ დაფიქსირებული და ამით რაღაც ეტაპზე საქართველოს მნიშვნელობის შემცირება ხდება საერთაშორისო თანამეგობრობის ფარგლებში. მიუხედავად ამისა, საქართველოს ყავს ძალიან ძლიერი გულშემატკივრები, როგორც ევროპაში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში. მნიშვნელოვანია, რომ გეოპოლიტიკურად საქართველოს იმავე ომის ნაწილად განიხილება, რაც მიმდინარეობს უკრაინაში და შესაბამისად მათი ძალისხმევა რუსეთი დაასუსტონ იმ ფრონტზე, ასევე გარკვეულწილად საქართველოს ინტერესებს სადგება, მაგრამ გეთანხმებით, რომ ამ წუთისთვის რასაკვირველია ყველას გსურს, რომ უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას და არა მხოლოდ განცხადებებით შემოვიფარგლოთ, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობა, სხვა შორის აღმოსავლეთ ევროპა განსაკუთრებით წავით უყურებს ამ საკითხს, მაგრამ არა მხოლოდ ძალიან კაფიოთ გაცხადდა, რომ ივანიშვილი ერთპარტიულ მმართველობას აკანონებს საქართველოში. არა მხოლოდ ამყარებს ფაქტობრივად, არამედ ახლა დაკანონებულად მხოლოდ ერთი პარტია იქნება ლეგიტიმური და ყველა დანარჩენი იქნება უბრალოდ მისი ფორმალური ლეგიტიმაციით საფუძველი, როგორც ეს არის რუსეთში და არ ვიცი, ალბათ ჩრდილოეთ კორეაშიც რაღაც ოპოზიცია არსებობს. მადლობა ქავტონინო იმისთვის რომ გვესტუმრეთ და გაგვიზიარეთ თქვენი პოზიციები. ნინო კალანდაძეს დავამშვიდობებით. ახლა რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი სტუმარი გვერდება, ასე რომ დაგვერდეთ.